ადამიანს რომ დიაბეტი აღმოაჩნდება, პირველი პრეპარატი, რომელზეც ექიმი ფიქრობს 80% შემთხვევაში არის მეტფორმინი. და ეს მარტო საქართველოში არ ხდება, მთელი მსოფლიოს გაიდლაინების უმეტესობა პირველ რიგში, როგორც პირველი რიგის პრეპარატად აღიარებს მეტფორმინს. ამდენად გამორჩეული პრეპარატია დიაბეტისთვის. თავარი დაკვირვება, რაც მოახდინეს, იყო, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს, თან ikლებდნენ წონაში. და ამან გააჩინა, რა თქმა უნდა, აზრი, რომ რატო წონაშიც იკლებ, აბა წონის კლებისთვის არ გამოვა. ბევრი ადამიანი მეტფორმინს იყენებს წონის კლებისთვის. მეტიც დააკვირდნენ მერე, რომ ადამიანები, ვინც იღებდნენ მეტფორმინს დიაბეტისთვის, უფრო მეტ ხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც დიაბეტი არ ქონდა საერთოდ. აქ მეორე მნიშვნელოვანი დაკვირვებაა, ხო, რომ რაც ქვია, რაც დიაბეტი მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ესე იგი მეტფორმინს იღებს ეს ადამიანი და უფრო მეტ ხანს ცოცხლობს, არა სხვა დიაბეტიანებთან შედარებით კი არა, ან მარტო სხვა დიაბეტიანებთან შედარებით კი არა, არამედ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებითაც მეტ ხანს ცოცხლობდნენ. ამან გააჩინა აზრი, რომ ხო არ არის რამე, რომ ამას ხომ არა აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება და ამ საკითხზეც ძალიან ინტენსიურად მიდის კვლევები და არიან აგერ ჰარვარდის და ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღირს მეტფორმინის მიღება, იმიტომ რომ დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. იმისთვის რომ გავიგოთ მეტფორმინი და გავიგოთ მეტფორმინი ისე რომ გავიგოთ მისი კარგი და ცუდი ერთად ყველაფერი და დიდ სურათში დავინახოთ, უნდა მივხვდეთ რას აკეთებს. პირველი რასაც აკეთებს არის ღვიძლის მიერ გლუკოზის წარმოქმნას ამცირებს. გლუკონეოგენეზი ქვია ამას. ანუ გლუკოზის დონეს ამცირებს, მაგრამ ისე ძალიან არ ამცირებს, რომ ჰიპოგლიკემია გამოიწვევს. ანუ თუკი ინსულინს მაგალითად ან სხვა სულფანურიას პრეპარატები რომ არის, რომ შეუძლია ისე დააგდოს სისხლში გლუკოზის დონე, რომ ადამიანს ჰიპოგლიკემია დაემართოს, ამ ხრივ უსაფრთხოა. ანუ ესეც ძალიან დიდი პლუსია, ხო, რომ დიაბეტიანს რეალურად არ აქვს იმის რისკი, რომ შაქარი დაეცეს ძალიან, თუ იღებს მეტფორმინს. თან შაქარს უწევს ქვევით, ანუ ორ დიდ საქმეს ერთად აკეთებს, ძალიან უსაფრთხოა. მეორე მნიშვნელოვანი, რაც აკეთებს, არის რომ ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს კუნთებში. ანუ კუნთები უკეთესად მოიხმარენ შაქარს, უკეთესად მოიხმარენ ინსულინსაც და შედეგად შაქარს, ანუ გლუკოზას. ეს ძალიან დიდი რამეა, იმიტომ რომ დიაბეტი ვისაც აქვს, უმეტესობა ადამიანს ინსულინ რეზისტენტობა აქვს. და მეტიც ჭარბი წონა ვისაც აქვს, უმეტესობა ადამიანს ინსულინ რეზისტენტობა აქვს. ანუ ამ საკითხს აღვარებს. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ შაქრების შეწოვას ხელს უშლის ნაწლავებში. ზოგადად მეტფორმინი მიიღება საკვებთან ერთად და საკვების შეწოვას, შაქრების შეწოვას ნაწლავებში უშლის ხელს. და ეგ რას იწვევს, რომ გლუკოზა არა ვარდეს უცებ ჭამის მერე, რაც დიაბეტიანებისთვის, ინსულინ რეზისტენტობიანი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ სამი საუკეთესო მექანიზმი აქვს პრინციპში, რომლითაც აგვარებს ამ საკითხს. ყველაზე მთავარი რომელია, ყველაზე მთავარი საქმეს რას აკეთებს, ღვიძლში შაქრის სინთეზს ან წარმოქმნას ამცირებს. ეგ არის ყველაზე მთავარი მექანიზმი. ოღონდ თუ გავიგებთ როგორ, აქვე ჩნდება კიდე ძალიან დიდი, მთელი ძალიან დიდი ფუნქცია მეტფორმინის, რომელიც შესახებაც აქამდე არ იცოდნენ მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში. რა ხდება ღვიძლში და ორგანიზმში ზოგადად მეტფორმინი აქტივებს AMPK სისტემა ქვია. ესეთი სისტემაა მოკლედ. ამას ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ვინც მოლეკულურ ბიოლოგიას არ აწვება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასეთ რაღაცას აკეთებს ეს სისტემა, რომ ეს მთელი სისტემაა ორგანიზმში, როგორც ჩამრთველი ორგანიზმში, გამომრთველი, ხო? ამ ჩამრთველს რო ჩართავ, ორგანიზმს ეუბნება, რომ მოდი შენ შეწყვიტე ყველა პროცესი, რომელსაც დიდი ენერგია ჭირდება და ენერგია ხარჯე ეფექტურად.
ახლა ეს როგორ გადმომღერდება ბიოლოგიის ენაზე? როგორ და ორგანიზმი წყვეტს შაქრების წარმოქმნას, წყვეტს ცხიმების წარმოქმნას, წყვეტს ამცირებს ცილების წარმოქმნას და ზრდის ცხიმის ხელმისაწვდომობას რომ დაიწვას. და უფრო ეფექტურად წვავს გლუკოზას, რომელიც აქვს საწვავი. მოიხმარს უფრო ეფექტურად. და ახლა ეს რა არის? ანუ რას ჩვენ ჩვეულებრივ ენაზე, ჩვეულებრივი ადამიანისთვის რას ნიშნავს, რომ ცხიმის წარმოქმნა მცირდება და ცხიმის ხელმისაწვდომობა იზრდება? რას ნიშნავს და ადამიანი რომელიც მეტფორმინს სვავს, ცხიმები აღარ წარმოექმნება, ანუ წონაში აღარ იმატებს და მეტიც ცხიმის ხელმისაწვდომობა იზრდება დასაწვავად, ნიშნავს რომ ეს ცხიმი რაც აქვს იმის წვას იწყებს. ანუ წონში იკლებს. აი ეს არის რაც ძალიან დიდი საქმე აკეთებს გვერდზე ინსულინი, გარდა იმისა რომ გლუკოზის დონეს აწესრიგებს ორგანიზმში. არის აქ ერთი პატარა საკამათო საკითხი, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებდი, რომ ასევე ცილების სინთეზსაც ამცირებს. და ცილების სინთეზსაც ამცირებს მეტყვის ადამიანი რომ აბა თუ ცილების სინთეზსაც ამცირებს ჩვენ ცილები ხო გვჭირდება რომ კუნთებისთვის და კუნთებისთვის ცილები გვჭირდება მათი სინთეზი თუ შემცირდება მე რა ხდება აქ არის დიდი პრობლემა ეს არა იმიტომ რომ კვლევით რაც დადგინდა განსაკუთრებით ცოტა ახალგაზრდებში როცა ჩაატარეს კვლევა ან ძალიან ასაკოვნებში არა ვინც იღებდა მეტფორმინს მათში დიდი სხვაობა არ იყო აი რო ვთქვათ რომ კუნთებს კარგავდნენ ესენი ან კუნთები ვერ ვითარდებოდათ ესე არ იყო უფრო მეტად გამოხატული იყო ასაკოვან დიაბეტიან ასაკოვან ადამიანებში მაგრამ იქაც ხა დიაბეტი როცა აქვს ადამიანს ის იმხელა პრობლემაა რომ ხა ის რომ ანუ კუნთი ძალიან აქტიურად არ წარმოიქმნება აქ ყველაფერი არის რისკის სარგებელი დიაბეტის იმხელა რისკი აქვს და დიაბეტის მოხსნა იმდენად დიდი სარგებელია მაგრამ ეს პატარა რისკი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი რომლის გამოც შეიძლება უარი თქვა მეტფორმინზე მეტიც მეტფორმინს ესეთი ფუნქციაც დამატებითი ფუნქციას აღმოუჩინეს მოკლედ რომ ნაწლავებში ცვლის მიკრობიომას ან ბაქტერიების ბალანსს ცვლის ჩვენს ორგანიზმში კარგის სასარგებლოდ ანუ კაი ბაქტერიების სამრავლეს მოკლედ და ეს ბაქტერიები ეხმარება ორგანიზმს GLP-1 სისტემის აქტივაციაში. ან GLP-1 ჰორმონებია, რომელიც რეცეპტორებზე მოქმედებს და ამ რეცეპტორები რო აქტივდება, ადამიანი თავს გრძნობს მაძღრად. და ამიტომ ანუ იღებს მეტფორმინს და მადაც გიმცირდება. აი ეს არის ის ძალიან დიდი საკითხი, რასაც რეალურად აკეთებს მეტფორმინი. დამატებითაც არის კიდე მეტი სხვა ფუნქციებიც აქვს, მაგალითად ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს პირდაპირ დაბერების საწინააღმდეგო ეფექტებია მეტფორმინის. მეტიც აღმოაჩინეს რომ ადამიანებში რომელსაც ჰქონდათ სიმსივნე და თქვათ იმკურნალეს ან არ ჰქონდათ სიმსივნე, მაგრამ ჰქონდათ დიაბეტი, სიმსივნეების რისკი შეამცირა. ან მეტფორმინს ვინც რეგულარულად იღებდა, სიმსივნის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მეტიც ადამიანები, რომლებიც მეტფორმინს იღებდნენ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გულის დაავადებების რისკი შეუმცირდათ. დაახლოებით 39%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შემცირებაა. და ეხლა აი ლოგიკური კითხვა რაც მოყვება ხოლმე ამ ყველაფრის მოსმენიდან არის რომ მე არ მაქვს დიაბეტი და ანუ შეიძლება რომ მივიღო მეტფორმინი თქვათ ან წონაში კლებისთვის ან უბრალოდ თქვათ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის წონაში კლებისთვის ექიმები ხშირად ნიშნავენ მეტფორმინს აქვე ვიტყვი რომ მეტფორმინი არის იგივე გლუკოფაჟი და სიოფორი კიდე შეიძლება სხვა დასახელებითაც იყოს ქართულ ბაზარზე, მაგრამ თავი მოქმედი ნივთიერება არის მეტფორმინი და სიოფორი ეს რო ნიშნავენ ან გლუკოფაჟს რო ნიშნავენ, იგივეა, მოკლედ ეგ. ნიშნავენ თუ არა ექიმები წონაში კლებისთვის კი ნიშნავენ. ოღონდ აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ გაიდლაინებით არის თუ არა მოწოდებული. არ არის, გაიდლაინებით არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ წონაში კლებისთვის გამოვიყენოთ მეტფორმინი, რამდენიმე მიზეზის გამო
ერთი მიზეზი არის რომ არ არის მეტფორმინი ისეთი ეფექტური წონაში კლებისთვის როგორც მაგალითად GLP-1 რეცეპტორის აგონისტები, მაგალითად ოზემპიკი, მონჯორნო და ეგეთი პრეპარატები რო არ არის ეგეთ ძალიან ეფექტური, ზიბაუნდი, ეგენი არის ოქროს სტანდარტი მოკლედ. თუმცა კი აგერ ოზემპიკიც იმისთვის არის რა ქვია დიაბეტისთვისაა მოწოდებული გაიდლაინებით, მაგრამ ექიმების 90% წონაში კლებისთვის იყენებს. ამიტომ იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ გაიდლაინებით პირდაპირ წონაში კლებისთვის არა მოწოდებული, ძალიან ბევრი ექიმი იყენებს წონაში კლებისთვის და იყენებს თან ძალიან ეფექტურად. არის რეკომენდაციები, რა დროსაც რეკომენდირებულია მისი გამოყენება, მაგალითად განსაკუთრებით არის როცა პრედიაბეტი აქვს, შეიძლება დიაბეტი არ ქონდეს, მაგრამ პრედიაბეტი აქვს ადამიანს. ან მნიშვნელოვანი რისკი აქვს დიაბეტის და ჭარბი წონა აქვს, ან პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი აქვს. შესაბამისად ის რომ ადამიანმა თავისი ინიციატივით გამოიყენოს ან ექიმმა დანიშნოს მიუხედავად იმისა არის თუ არა გაიდლაინით მოწოდებული, ძალიან ხშირად ხდება და თან წარმატებითაც მოკლედ ადამიანები რომლებსაც არ აქვს დიაბეტი, მაინც იყენებენ წონაში მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ვისაც დიაბეტის რისკი აქვს, განსაკუთრებით ეგ ადამიანები. აქვე არის კიდე მერე შემდეგი კითხვა, რომ რა ხდება იქ იმ ადამიანებში, ვისაც თქვათ უბრალოდ სიცოცხლის გახანგრძლივება უნდა. ღირს რომ მივიღოთ ეს თქვათ როგორც საკვები დანამატივი თან ესე ან ოტისი პრეპარატი. აქ ცოტა კითხვის ნიშნები არის, იმიტომ რომ არ ვიცით ზუსტი ეფექტი ამ ხრივ სიცოცხლეს ადამიანებში რამდენად ახანგრძლივებს. თაგვებში მაგალითად სიცოცხლე გაახანგრძლива დაახლოებით 10%, ზოგ თაგვში 15%. ან მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი არ ქონდა, სიცოცხლე მაინც გაახანგრძლива მეტფორმინა. ანუ რეალურად აქვს ნიშნები იმისი, რომ შეიძლება რომ სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პრეპარატი იყოს. ამიტომ ეს ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გააწყვიტოს, თვითონ შეუძლია შეაფასოს რისკები და ვერ აიღებს სხვა პასუხისმგებლობას მაგაზე. ან მე, ან სხვა ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვის, რომ შენ ან მიიღე, ან არ მიიღო მეტფორმინი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, იმიტომ რომ არ ვიცით. მაგრამ რაც ვიცით, იქიდან გამომდინარე, არის ძალიან გონივრული ეჭვი იმაზე, რომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს. არის ხოლმე კითხვები კიდე სიმსივნესთან მიმართებაში, რა სიმსივნიანი პაციენტებისთვის, ამით სიმსივნე გადაიტანა და ეს ნიშნავენ თუ არა. ნიშნავენ კი და არ არის მან რამე ისეთი შეზღუდვა პირიქით, ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ სიმსივნის რისკს ამცირებს ბევრ შემთხვევაში, ან ზოგ შემთხვევაში კიდე ვისაც სიმსივნე აქვს დაიმკურნალა სიმსივნის ხელახლა აღმოცენებასაც ამცირებს. მოკლედ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებისკენ უფრო იხრება, ვიდრე რაიმე რისკიანისკენ, მაგ მხრივაც მოკლედ ეფექტურია და აქ არა გვაქვს ძალიან დიდი მტკიცებულებები, მაგრამ რაც გვაქვს იქიდან გამომდინარე ვამბობ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატია და სიმსივნის უმკურნალოთ ამით და ამის იმედზე ვიყოთ, ესე არ არის, მაგრამ აქაც ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს, რომ ეხმარება იმაში, რომ სიმსივნე დაამარცხოს ადამიანმა. ეხლა გაუჩნდება ადამიანს კითხვა, რომ ერთი გენიალური და იდეალურია, რომ ყველაფერში ესეთი კაია და რისკები არა აქვს, მაშინ იტყვის ადამიანი, ესეთი რა არის, გვატყუებ რაღაცას, ხო? და ამაზე პასუხი არის, რომ არ არის იდეალური ეს წამალიც, აქვს თავისი გვერდითი ეფექტებიც და დავიწყებ ყველაზე სერიოზულით და დავამთავრებ შედარებით მსუბუქი პრობლემები, რა შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე დიდი პრობლემა და სერიოზული შეიძლება იყოს ლაქტური აციდოზი. მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს დეტალებს ამ შემთხვევაში, მაგრამ აზრი ის არის, რომ სიცოცხლის საშიშია. მაგრამ ძალიან იშვიათად ვითარდება და პრაქტიკულად ყოველთვის მარტო იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ადამიანს აქვს თირკმლის ან ძლიერი უკმარისობა, ან ღვიძლის ძალიან ძლიერი უკმარისობა, ან გულის ძალიან ძლიერი უკმარისობა. ანუ თუ ადამიანს აქვს ღვიძლის სერიოზული უკმარისობა, ან თირკმლის მნიშვნელოვანი უკმარისობა, ან გულის უკმარისობა, მაშინ მეტფორმინის მიღება არ არის რეკომენდირებული.
იყო კვლევები, რომლის მიხედვითაც აი საშუალო და მსუბუქი თირკმლის უკმარისობის დროსაც არ შეიძლება და მაგრამ ახლანდელი გაიდლაინებით მოკლედ თირკმლის მსუბუქი უკმარისობის დროსაც კი შეიძლება. შესაბამისად, ჯამში ძალიან მაღალი უსაფრთხოება აქვს. ხო, ის ერთეული ძალიან ცოტა შემთხვევები, რომელიც ეს ლაქტური აციდოზი ხო როგორც თქვი, ვითარდება იმ ადამიანებში, ვისაც ძლიერი ორგანული უკმარისობა აქვთ და ამ ადამიანებმა როგორც წესი იციან ამის შესახებ. თუ არ იციან, უნდა ჩაიტარონ კვლევები, სამ მეტფორმინის მიღებას დაიწყებს ადამიანი. თუ ახლა საუბარია იმაზე, რომ ზოგადად 30-დან 40 წლამდე ადამიანი ზოგადად ჯამრთელი და რაღაც, ახლა იმას როგორც წესი არ ექნება არაფერი ორგანული მნიშვნელოვანი უკმარისობა, ან თუ ექნება ეცოდინება როგორც წესი. თუ ასაკშია ადამიანი, უნდა ჩაიტაროს აუცილებლად მithmes დიაბეტი თუ აქვს, თირკმლის გამოკვლევა, თირკმლის ფუნქციების შესწავლა, კრეატინინის განსაზღვრა თირკმელში და გლომერულური ფილტრაციის ხარისხი. მაგიდან გამომდინარე, თუ ნორმებში ან მსუბუქი დარღვევა, შესაძლებელია მეტფორმინის მიღება. ღვიძლის ფუნქციებიც, რა თქმა უნდა განისაზღვროს ამ დროს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი შეზღუდვა, რაც აქვს მოკლედ მეტფორმის, რომ არ ქონდეს ადამიანს რაიმე ორგანული მნიშვნელოვანი უკმარისობა, რატო? მთელი აზრი ის არის, რომ თირკმლით იწმინდება რა და დაგროვება ხდება მე მეტფორმინით და თუ დაგროვდა მეტფორმინი ლაქტურ აციდოზს იწვევს და სიცოცხლისთვის საშიშია ეგ მდგომარეობა. მეორე მნიშვნელოვანი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის B12 ვიტამინის დეფიციტი. B12 ვიტამინის დეფიციტი რას ნიშნავს და რატო ახლა? ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებენ მეტფორმინს, მცირდება B12 ვიტამინის შეწოვა ნაწლავებში. და უვითარდება დროთა განმავლობაში დეფიციტი. არა ყველას, დაახლოებით 30%-ს რაღაც. ზოგადად ნაკლებს და ესე. საუბარია, როცა წლების განმავლობაში იღებს ადამიანი მეტფორმინს, მაგალითად 2 წელი, 3 წელი ან მეტი. ასეთ შემთხვევაში რა არის გამოსავალი? დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ B12-ის დონე უნდა განსაზღვროს ადამიანმა. ასევე სიმპტომები უნდა ადევნოს თვალყური დაბუჟება, ხელების, ფეხების, ნერვული სიმპტომები, ხო არა აქვს რამე. ამ ხრივ უნდა უყუროს სისხლის ანალიზები, ანემია ხო არ არის. B12-ის დონე დაწეულია, სისხლის ანალიზით შეიძლება B12-ის გაკეთდეს 2-3 წელიწადში ერთხელ. მაშინ დანამატის სახით შეიძლება B12-ის მიღება. შემდეგი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს, რომ ანუ ოპერაციის დროს, ან ოპერაციის წინ და არ მიიღება, ასევე თუ კი უნდა მოხდეს კონტრასტის, რადიოკონტრასტის შეყვანა ორგანიზმში, მაგის წინ არ მიიღება. რადგან შეიძლება თირკმლის დისფუნქცია გამოიწვიოს იმ კონტრასტმა და მე მეტფორმინი დაგროვდეს, ამიტომ რამდენიმე დღით ადრე წყვეტენ მიღებას და შემდეგ რამდენიმე დღის მერე განაგრძობენ, ისე ეხლა დიდი პრობლემა არ არის, ვინც ოპერაციის იკეთებს, ხოლმე არ მიიღებ და იქნება. მცირე შეზღუდვები და მცირე გვერდითი ეფექტები რაც აქვს, არის დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგჯერ ფაღარათი, მუცლის ტკივილი, აი ესეთი სიმპტომები მუცლის ღრუში მოკლედ შეიძლება გამოიწვიოს. ეგეც ახლა დიდი პრობლემა არ არის, დაახლოებით ადამიანის 20-30%-ში იწვევს, მაგრამ აი ისეთ შემაწუხებელი რომ ადამიანმა ვერ დალიოს ეს წამალი 5%-ია დაახლოებით და გამოსავალი ის არის რომ დაბალი დოზებით იწყებენ და მერე უმატებ დოზას ნელ-ნელა და არა ერთბაშად და ამიტომ გვერდითი ეფექტებიც ნაკლები აქვს და ორგანიზმიც ადვილად იღებს მოკლედ. როგორი აქვს დოზირება? დოზირება არის ესეთი, რომ თავიდან იწყება 500 მილიგრამი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, თავიდან უფრო ნაკლები, ან დღეში 2-ჯერ, მერე ზრდიან. დღიური დოზა არის ხოლმე 1500 მილიგრამიდან 2000 მილიგრამამდე, მაქსიმალური დღიური დოზა არის 2500 მილიგრამი. მოკლედ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საკვებთან ერთად 500 მილიგრამიან აბებს იღებენ. ეს არის სტანდარტული დოზირება. აუცილებლად საკვებთან ერთად, იმიტომ რომ ერთი რომ შეამციროს გლუკოზის შეწოვა და მეორე რომ აი ეს სიმპტომები, რომელიც გულისრევა, ღებინება და ესეთი გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. თვითონ პრეპარატი ინიშნება თავიდან ყოველთვის დაბალი დოზით. დაბალი დოზა არის ვთქვათ 1000 მილიგრამი დღის განმავლობაში, მერე იზრდება 2000-მდე ან 1500-მდე. შემანარჩუნებელი არის 1500-დან 2000-მდე უმეტესად. ნუ ეგ გააჩნია
გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. გლუკოზის განსაზღვრა უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა უნდა მოხდეს, როგორ მართავს, რომ შეფასდეს ეს. ძალიან ეფექტურია, მოკლედ მაღალი ეფექტურობა აქვს. უსაფრთხოებაც საკმაოდ მაღალია. მე ჩემს სუბიექტიურ აზრს თუ მკითხავ და ადამიანი ძალიან მომწონს ეს პრეპარატი. ჩემს შემთხვევაშიც ვთქვათ, მაგალითად განვიხილავდი, რომ მიმეღო არ მაქვს მაგალითად დიაბეტი, არც ინსულინ რეზისტენტობა არ მაქვს და მე მაგალითად ვთვლი, რომ სავარაუდოდ ვცდი, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მივიღო. მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ვაკეთებ ანალიზს ბენეფიტების და რისკების, ბენეფიტები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე რისკები, მოკლედ. ჩემი აზრი ეს არის. კიდე არის ხოლმე კითხვები, ორსულობის დროს გამოიყენება თუ არა. ზოგ შემთხვევაში ნიშნავენ ექიმები, იმიტომ რომ რამე ორსულობის რისკებს არ იწვევს, თუმცა ზოგადად ინსულინი, როცა საჭიროა ხოლმე ინსულინი გამოიყენება უფრო ორსულებში ხოლმე და გაიდლაინებით უფრო მეტად ისაა მოწოდებული. ძუძუსტი კვების დროს გამოიყენება თუ არა გამოიყენება შესაძლებელია. ბავშვებში გამოიყენება თუ არა, გამოიყენება ბავშვებში ინიშნება 10 წლიდან მაგალითად დიაბეტი ვისაც აქვს მეორე ტიპი ოღონდ. მეორე ტიპზე საუბარი. ხო, აქ ხა არ დაიწყოთ ის ბავშვებში მარტო პირველი ტიპია და რაღაც არა, მეორე ტიპი შეიძლება იყოს და პირველი ტიპი შეიძლება იყოს და ეს მეორე ტიპის დროს გამოიყენება. კიდევ კითხვები არის ხოლმე რომ რომელიმე წამლების მიღებას ხომ არ უშლის ხელს ან რომელთან ერთად ხო არ შეიძლება აი რანტიდინი, ფამოტიდინი, ციმეტიდინი რაღაც ესეთი წამლებთან ერთად მოკლედ წამლები რომლებიც თირკმლებით გამოიყოფა და თირკმლების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს შეიძლება მოახდინოს დაგროვება, მაგრამ როგორც წესი რამე მნიშვნელოვანი წამალთა შორის ურთიერთქმედება არ აქვს, აი გარდა აი ამ ციმეტიდინთან არის ხოლმე როგორც წესი ის რომ არ შეიძლება უფრო მეტად, თუმცა მეტესად და უმეტეს წამალთან შესაძლებელია მოკლედ მისი მიღება ამ ხრივაც კარგია რომ ჯამში დიდი უსაფრთხოა და როგორ არის საქმე ალკოჰოლთან, მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება შეიძლება დიდი რაოდენობით ალკოჰოლი სხვას ადამიანმა თან მეტფორმინზე იყოს არ არის რეკომენდირებული და ბოლოს არის ხოლმე ეგეთი კითხვა, სულ ხო არ არის რამე უფრო ბუნებრივი და უსაფრთხო რომელიც იგივე საკეთებს არა სამწუხაროდ არ არის რო იყოს ძალიან დიდი სიამოვნებით მეც პირველი გეტყოდი კიდევაც დავლევდი კიდევაც არ არის ნამდვილად იყო რაღაც საკვები დამატები რომელსაც შეიძლება რომ ახლა რეზვერატროლი მაგალითად AMPK სისტემას აქტიურებს რაღაც სათითაოდ არის რაღაცები რადგან ფიქრობენ რომ რაღაც მნიშვნელოვანი ეფექტები აქვს მაგრამ ესეთი კომპლექსური ესეთი თან ესეთი უსაფრთხო თან ესეთი ეფექტური ეგეთი არაფერი არ აქვს აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ ან გააშეარეთ ან დააკომენტარეთ ან რაღაც აქტივობა განახორციელეთ რომ YouTube-იც ამით ხვდება რომ ეს ვიდეო საინტერესოა აჩვენოს სხვა ადამიანებს შესაბამისად თუ მოგწონთ ხელი შეუწყეთ არხის განვითარებას მეც შემიწყეთ ხელი მადლობელი დაარქშებით და ყველა ვინც მიკომენტარებთ ხოლმე დიდი მადლობა ყველას ვერ ვახერხებ ხოლმე სამწუხაროდ რომ პასუხი გაგცეთ ინდივიდუალურად მაგრამ ჩემი აზრით გასაგებია თქვენგანაც იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს და შრომას ვდებ ამ ყველაფერში რაც როცა თუნდაც ეს ვიდეოების სახით მომაქვს და ფიზიკურად ზოგჯერ არის ხოლმე რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად წავიკითხო ყველა ის ფიზიკურად ვერ ვახერხებ ამას კომენტარის შესაბამისად ანუ ამის გამო არ გეწყინოთ ხოლმე ასევე ანუ პირადში საყვედურებს რომ წერთ ხოლმე რატო არ მპასუხობ და რაღაცები რა თქმა უნდა ანუ ვერ ვახერხებ იმას რომ ყველას უპასუხო ყველას კი არა ვერ ვახერხებ ამიტომ მაქვს ესეთი სტრატეგია რომ პირადში რომ წერენ არც ვნახულობ ხოლმე პირადებს როგორც წესი ну თუ რაღაც
აი ესე არ მოხდა რომ მე ძალიან თავისუფალი დრო მაქვს და მაშინ მომივიდა წერილი შეიძლება ნახო მაგრამ ისე ვერ ვახერხებთ რომ იმას პირადში მოწერილების ნახვას ამიტომ პირადში მოწერას დიდი აზრი არ აქვს ჩემთან ამიტომ ანუ თქვენც იმედი გაგიცრუდებათ მე რომ არ გიპასუხებ და იფიქრებ რომ აი რა ცუდი ადამიანი ყოფილა არა ეს არა ცუდი ადამიანობაზე ვარ ანუ ჩემი დროც შეზღუდულია როგორც ადამიანის ანუ მე რომ მქონდეს ერთი მაგდენი კიდე 24 საათი ნაცვლად მქონდეს 48 საათი დღეს დიდი შემოვნით დაგითმოდით ყველა უპასუხებ მაგრამ არა მაქვს მაგის საშუალება შესაბამისად მეც ესე ჩვეულებრივად ძალიან შეზღუდული დრო მაქვს სიცოცხლის ამიტომ ვერ ვახერხებ ხოლმე ეს პირადში იმიტომ რომ მოდის ძალიან ბევრი პირადი წერილი აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ ჩემთან ხართ და მადლობა რომ გაინტერესებთ